გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის საუბრობთ იმ მნიშვნელოვან და იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც საკითხებიც და რომელიც პოლიტიკური მოვლენებიც ვითარდება როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებ გარეთ. დღეს ჩვენ შევეხებით ძალიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხს და მნიშვნელოვან შექმნილ მდგომარეობას და გარკვეულ მოქმედებებს, რაც დღეს სოფლიოში ტრიალებს და მათ შორის რაც დღეს გუშინ მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ, ტრამპის წინააღმდეგ და განახორციელეს მასზე თავდასხმა. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარი ბატონი რამაზ ღვალაძე. მოგესალმებით ბატონო რამაზ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევით. მადლობა სტუდიაში მოგზაურობისათვის. მოკლედ, ლიბერასტული იდეოლოგია და სამყარო არ ისვენებს. მას მართლაც ძალიან სერიოზულად აქვს ფესვები გამდგარი. ისინი ყველგან არიან, მე ახლა ამით არავის არ ვაშინებ, მაგრამ ფაქტის სახეზე არის რეალურად. მათ აქვთ უზარმაზარი დაფინანსებები და უზარმაზარი კაპიტალი, ფული, როგორც ყოველდღიური, ასევე სარეზერვო და ისინი მოქმედებენ იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებშიც მათმა დაკარგეს გავლენები. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიბერალები არსად არ დასულან, ისინი დღეს თეთრსახშიც არიან, სპეცსამსახურებებიც არიან და ყველა სახელმწიფო სტრუქტურებში არიან. და ეს ფაქტის სახეზე არის. იქ, სადაც შეიკრიბა მთელი თეთრი სახლის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად უზრუნველყოფილი უსაფრთხოების კუთხით და ბუზიც კი არ უნდა შეფრენილიყო იქ და ყველაფერი უნდა გაეკონტროლებინათ. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. აღმოჩნდა, რომ შეერაღებული პირი იქ ცხოვრობდა, შეერაღებული პირი იქ გარკვეულად გეგმებს ადგენდა, ინფორმაციებს მოიძებდა, თუ როგორ უნდა განახორციელებია მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ თავდასხმა. და გააკეთა კიდევაც. ბატონო რამაზ, უამრავი მითქმა-მოთქმები არის. ეხლა მე სოციალურ ქსელებშიც ისეთ ადამიანებმა ისეთ რაღაცები გაავრცელეს, ხო, უბრალოდ გაგეცინებოდა რა. მათ შორის აქ ქართულმა ლიბერასტებმა და ამ სექტანტებმა მაშინვე აიტაცეს ხელში და ხან ეს დადგმული სპექტაკლი უწოდეს ამას ყველაფერს და ზოგიც კიდევ იმასაც ამბობდა, რომ გახარებული იყო, რომ ნეტავ რატო არ მოხდა ტყვიაო რა. ანუ რა მინდა გითხრათ, ჩვენ რო საზოგადოებას უთხრათ გასაგებად და კარგად. აქ არც ეს დადგმული სპექტაკლი არ იყო, მაგრამ უნარობა იყო თუ არა ამერიკის სპეცსამსახურების მხრიდან აი ამ მოქმედებასთან დაკავშირებით, რაც ახლა გააკეთეს ტრამპის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ სპექტაკლი იყო თუ რაღაცა იყო, ეს არის ისედაც და ასედაც სერიოზული გარღვევა არის ამერიკის სპეცსამსახურების მხრიდან. თუ დადგმული იყო, ესე იგი შეთანხმებული იყო, თუ არ იყო დადგმული, უარესი, ესე იგი ვერ აკონტროლებენ. მაგრამ მე უფრო ვფიქრობ, რომ ამერიკის პრეზიდენტის იცავენ საკმაოდ სერიოზული ძალები. ესე მარტივად ვერ გამოვიდოდა, მით უმეტეს თუ ავიღებთ იმ ფაქტს, რომ ეს კაცი ცხოვრობდა მაგ სასტუმროში, მანამდე უკვე დაქირავებული ჰქონდა ეგ სასტუმრო და კაი ხანი ცხოვრობდა. დაანონსებული იყო შეხვედრა, ტრამპის შეხვედრა და ფაქტობრივად ამ კაცს ტრამპთან ახლოსაც ვერ მივიდა. თან აი იმ პირობებში, რომ აი ამ ხელა დაცვის ამ ხელა ორგანიზება იყო ვიღაცა კაცი სანადირო თოფით, რევოლვერით, პისტოლეტით, იმითი დანებით შეიარაღებული გამოვარდა საიდანაც და სანადირო თოფით მოახდინა გასროლა. ეხლა გასროლა თუ ეს კაცი კილერია, ასე ვთქვათ, არა,
ესე არ მივიდოდა, ხო? ეს ფაქტია, იმიტომ რომ უფრო ორგანიზებულად უფრო სხვანაირად იმოქმედებდა. სხვანაირად იქნებოდა. თუ ჩავთვლით, რომ ეს კაცი რაღაცა იდეები მასში აწუხა და ეს როლა მაგით შეიძლება არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ მაგ არ არის ვიღაცა ეხა ქუჩიდან მოყვანილი კაცი, არის პროფესორი ერთ-ერთი უნივერსიტეტი და საკმაოდ განათლებული კაცია, რომელიც პირდაპირ წერდა კიდევაც გამოაქვეყნეს, რომ ანუ მე ვებრძვი ვიღაცა პედოფილ მოძალადეს. ანუ ტრამპს, რომელიც ანგრევს ამერიკას. პირდაპირ ეს აქვს რა, თან რელიგიაში ძალიან განსწავლული, ანუ ჩამოყალიბებული გონიერი კაცი. ანუ მას გადახრები ფსიქიკური არა აქვს. არა, არანაირი გადახრები პირიქით კაცი ჩამოყალიბებული დამზდარი გონებით მივიდა და ნუ მოახდინა გასროლა. ეხლა ეს გასროლა პირობითია, რომ აი ვიღაცას ტრამპს ესროლა პირობით, თორე ისე რომ კილერი რო ყოფილიყო, ხა სანადირო თოფით ჩვენ მაინც ვიცით რომ ხა სანადირო თოფით რა ჟაკანს თუ ესური ახლოში. ხო და არც არავინ არ გასროლინებს, იმიტომ რომ იქ ისე არის ორგანიზებული, სულ რომ გაყიდული ყავდეს, კონდეს ნაყიდი ყავდეთ სიტყვაზე ტრამპის გარემოცვა, იქ 3-4 სპეცსამსახურია, რომელსაც მაშინ უნდა თავიდან ბარიერებია, რომელიც გაიარო რა, გადალახოს ბარიერები. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, ხო? ეს ხო გასავლელია. ხო, მასე ადვილად ვერ მივუახლოვდები კაცს და თან ეს სასტუმროში ესეთი შეიარაღებით გამომისვლა ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს. ფაქტობრივად ამერიკა უკვე ხედავთ, რომ უკვე სერიოზული კრიზისშია, ძალიან სერიოზული კრიზისშია და შეიძლება იმ ლიბერალურმა ფრთამ იმძლავროს, იმიტომ რომ ტრამპის რეიტინგი საბოლოოდ ნადგურდება ეხლა, ეხლა უკვე რა, ამ ირანის რაღაცა პროვოკაციით უკვე სერიოზული პრობლემა აქვს შიგნით ქვეყანაშიც, იმიტომ რომ ჩიხში შევიდა. ამ ირანთან დაკავშირებით შევიდა ჩიხში. ვერაფერს ვეღარ აკეთებს რა, რო დაიწყოს ახლა სახმელეთო ოპერაცია წაგებულია. ხო, ვერანაირად ვერაფერს ვერ იზავს, მით უმეტეს რას თქვა 10 თუ 11000 კაცით, ეგ როგორი თემა არის, იცი რომ აი 11000 კაცს ერთ კვირაში გაუნადგურებენ რა. ისიც რა არის ბატონო რამაზ, მოდი ახლა ჩვენ ჯერ მაგ საკითხს შევეხებით, მაგრამ ჯერ ისევ აი ამ დეტალებში გავიაროთ ეს ყველაფერი. პიროვნება, რომელიც ცხოვრობდა სასტუმროში. სასტუმროში სადაც ჩატარდა ესე იგი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ვახშამი, სადაც ხდება ვინ? ხდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მთელი თავისი ადმინისტრაცია. ანუ ვიცე-პრეზიდენტი. ნუ ახლა ყველა იქ იყო რა. ისიც გაჟღერდა რომ ამ კაცმა თვითონ ისიც გაჟღერა რომ გარემოცვისაც ვერ ჩიო. მარტო ტრამპზე არ არის. მარტო ტრამპზე არა საუბარი, კი ბატონო. ხო, მაგრამ ნახეთ ახლა ესე იგი ეს ახლა ერთი დღის და ორი დღის ის არისო, რა ქვია, გადაწყვეტილი შეხვედრა. ნუ ახლა პროტოკოლში იქნებოდა ეს ალბათ ხანი გაწერილი, ხო და შესაბამისად პროტოკოლის შესაბამისად ამ დროს უკვე წინასწარ სამზადისის სამუშაოები ჩატარდებოდა. მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. პირველ რიგში უსაფრთხოების კუთხით ყველა იმ სასტუმროში მაცხოვრებელი ადამიანი უნდა შესწავლილიყო აბსოლუტურად. ყველა გინდ ძველი, გინდ ახალი და თავიდან ბოლომდე უნდა ყოფილიყო ყველაფერი კონტროლზე. ეხლა ჩვენ გვაქვს ორ რაღაცას საქმე რაღაცასთან, აი რაღაცა რა რეალურად ასეც არის. ან იქ მოისყიდეს და ან კიდევ არსებობენ ის ლიბერალური თანამშრომლები, ლიბერასი თანამშრომლები ის სპეცსამსახურებში, რომლებიც თავის დროზე იყვნენ და მათმა შეუწყეს ხელი ამას ყველაფერს, ან უსუსურობა ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების, რომელი უსუსურებამაც უკვე არაერთხელ იჩინა თავი, ხო?
არჩევნების დროსაც ესრულეს ტრამპს. არჩევნების დროსაც ესრულეს ტრამპს. მან საგულისხმოა რომ მან ზუსტად მაგ სასტუმროში რეიგანის დაჭრეს. რეიგანსაც ესრულეს და დაჭრეს. ეხლა რა არის იცი ძალიან ბევრი თემა შეიძლება განიხილო აი დღევანდელ დღეს შეაშინეს ამ თვითონ ლიბერალურმა თან გაფრთხილებამიც ასე ვთქვათ ტრამპს რომ თორე ეს მოსაკლავადაც ვერ იყო მისული თორე მოკლა უნდათ ვინმე პროფესიონალს დაიქირავებდნენ კი ბატონო გეთახმებით ან დაზომბებული ვიღაცა ნუ არ ვიცი ხა ან ფანატი ვიღაც რომელიც თავის იდეები გააქვს აქ არის ძალიან ბევრი მაგრამ მე რაზე მაქვს საუბარი იცი ამ სპეცსამსახურები ამ შემთხვევაში რატომ გამოეპარათ ეს სპეცსამსახურებს ორი ვარიანტია ან მათი უსუსურობა და უკვე არაპროფესიონალიზმი ან ვიღაცამ ხელი შეუწყო მე ვფიქრობ რომ შეთანხმებული იყო და ხელშეწყობა ჰქონდა ესე მარტივად ტრამპთან იყო შეთანხმებული არა სპეცსამსახურებთან ანუ რომელიც სპეცსამსახურების ღალატობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს კი ბატონო ნუ აქ უნდა განვიხილოთ ბევრი საკითხი შეიძლება ეხლა მალე გამოჩნდება ეს რა შეიძლება დააბრალონ როგორც ერაყშია ეს რაღაც ვითომ იმას წამლავდნენ და რომ შევიდა ჯარი ერაყში შეიძლება დააბრალონ ირანელების მოსყიდულია ეს და არა გააკეთა ტრამპმა განცხადება რომ ეს ირანის და ირანში მოქმედები და გამომდინარე არისო უკვე თქვა ნუ თუ გააკეთა ეგ განცხადება ნუ ეს გაიხსნა ხელფეხი რომ ჯარი შეიყვანოს მაგრამ ეგ დაგუყვა ჩვეულებრივი დაღუპვა. ეს რო ყოფილიყო ეს პიროვნება რომ ყოფილიყო ირანის მაცხოვრებელი ან ირანელი ან რომელიმე მუსულმანური სარწმუნოების წარმომადგენელი, ხო? ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ღიად გაეკეთებინა განცხადება და ეთქვა დაებრალ გაეშვირა ხელი ირანისაკენ. რომ ის ირანისიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ამერიკის მოქალაქე, არ არის მუსულმანი რომელიც თან განათლებული რომელიც არის განათლებული და არის კარგად გასვისწინებიერებული თავის პოზიცია პირდაპირ წეს პირდაპირ წეს რომ მე ვეწინააღმდეგები მოძალადე პედოფილის აი ეპშტეინის კუნძულის დიახ ეპშტეინთან ფიგურირებს ტრამპი და მისი ხო რა თქმა უნდა და ამიტომ აკეთებს ამ განცხადებას ის კაცი რომ აი მე პირდაპირ თავის წირავ რა ფაქტობრივად ეგრე გამოსდის იმისთვის რომ აი ეს პედოფილი მოძალადე რომელიც ამერიკას ანგრევს ეს ამერიკის მოქალაქის პოზიციიდან გამოდის თორე ირანიო საერთოდ ახლოში არ არის რა ეს არის გულშემატკივარი ასე ვთქვათ თავისი ქვეყნის და მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეს პედოფილი ანგრევს ეს ამ ქვეყანას უკვე ჩანს ხო ყველაფერში რა ფაქტობრივად ჩანს კიდევ სერიოზულ კრიზისშია ეხლა ადრე თუ გვიან ხვალ თუ ზეგ ისეთი სერიოზული კრიზისი დაუდგება მთელ დასავლეთს კი უკვე არის აქედან უკვე ჩიხში არიან შესულები ამ ირანთან დაკავშირებით უკვე სერიოზული პრობლემა უსერიოზულესი რა უნდა ქნან მე არ ვიცი რა აი მე ვფიქრობ რომ გამოსავალი მაქედან ძალადობრივი ახლა ჯარის შეყვანა და ქვეითების და რაღაც დაღუპვა ამერიკისთვის მაგას ვერ გააკეთებენ ვერ დადებენ შედეგს ვერც დადებენ შედეგს და ჩათვალე რომ ტრამპს დახვრით და ქვები ჩაქოლავენ ამერიკელები ეხლა ჯერ არ გქონიათ ეგეთი შემთხვევა რომ როგორც კი ჯარს გადასვავს ჩათვალე კუბოზე წავა ამერიკაში ხო შეიძლება სხვა რამდენი წლები შეიტანეს ხო და უამრავი წავა ეხლა ნახეთ ბატონო რამას ჩვენ მივედით ზუსტად იქ რაც ესე იგი ლოგიკაში ჯდება რა პიროვნება არის ამერიკის მოქალაქე ის არ არის მუსულმანი არ არის მუსულმანი ის ერთ-ერთი მთავარი ის არის კათოლიკე იყოს შეიძლება ქრისტიანი იყოს მაგრამ ყოველთვის მუსულმანი არ არის
რომელსაც ახასიათებს დღეს და მხარდაჭერის კუთხით ფანატიკო მხარდაჭერის კუთხით შესაძლებელია იმოქმედონ ტრამპის წინააღმდეგ, ხო? მაგრამ ეს გამოირიცხა, არ არის. ახლა გამოძიება მიდის და ამ კუთხით ვერ წაიყვანები გამოძიებას. ტრამპი გამოდის და ამბობს, რომ ეს არის ირანთან დაკავშირებული. დღეს გააკეთეს განცხადება. ნუ აღარ გააკეთა მან ეს განცხადება და რატო გააკეთა ეს განცხადება უკვე ჩემთვის გასაგებია, იმიტომ რომ თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ამ ადამიანმა თქვა, რომ მე უნდა შური ვიძიო პედოფილზე. რომელიც ჩემ ქვეყანას ანგრევს. რომელიც ასოცირდება ეფშტეინთან და აგრევს ჩემ ქვეყანას. ნახეთ, ანუ ეს არის ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ამერიკის შეერთებული შტატების არის განათლებული ადამიანი, რომელიც ხედავს სწორად და რომელსაც არ უნდა რომ ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ხელმძღვანელობაში ასევე პირველი პირი იყოს ის, რომელსაც აქვს მიღებული ესეთ ეფშტეინურ სიბინძურეებში მონაწილეობა მიღებული აქვს, ხო? და მან გადაწყვიტა რომ ამ მიზნით ეზია შური, ხო? ესე იგი გამოდის რომ ამ შემთხვევაში აქ უკვე თვითონ ლიბერალებიც არაფერ შუაში არ არიან მაგის წინააღმდეგ აქ მიდივარ ჩვენ იმ დასკვნაზე რომ სპეცსამსახურები არიან უსუსურები რომლებმაც არ შეასრულეს თავისი ფუნქციონალური მოვალეობა და ცხვირწინ იქვე სასულმოში ცხოვრობდა პიროვნება რომელიც ამას ჩვენ არ ტერორისტს ვერ დავართქმევთ არ დავართქმევთ ტერორისტს იმიტომ რომ ტერაქტი რომ ყოფილიყო და თქვენთვის არ იყოს ვიღაც დაქირებული პრელი ყოფილიყო სულ სხვა ფორმით გააკეთებდა ამას ყველაფერს ხო ეს იყო კიდევ იმეორებ თვითონ მასში მოფიქრებული და დაგეგმილი და შესწავლილი იქ მდგომარეობა ამიტომ ცხოვრობდა ეს გამოხატვა იყო რა გამოხატვა პროტესტის გამოხატვა მაგრამ უბრუნდებით სპეცსამსახურებმა გამოიჩინეს ძალიან დიდი უსუსურობა და არაპროფესიონალიზმი, რადგან იქ ყველა აბსოლუტურად არათუ მარტო შიდა უსაფრთხოება, გარე უსაფრთხოებაც უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი და საფრენი საერით უნდა გაეკონტროლებინათ ამ შემთხვევაში, რომ ვიღაცას თვითმფრინავი არ დაეჯახებინა, ვიღაცას იქ რაღაც დრონი არ დაეჯახებინა და ასე შემდგომ, ხო? ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ძვირფასო ტელემაყურებელო ეს იყო კი თავდასხმა ტრამპზე, იყო რაღაც გარკვეული უკმაყოფილობიდან გამომდინარე, რომელიც უკმაყოფილებას დაგროვდა საკმაოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობაში, მაგრამ არ იყო დაგეგმილი არც ირანის და არც ლიბერალების მიერ. თვითონ პიროვნებამ დამოუკიდებლად ეს გააკეთა და კიდევაც ახლა სისრულეში ვერ მოიყვანა ლიკვიდაცია არ მოახდინა პრეზიდენტს, მაგრამ საკმაოდ კარგად შეარყია მათი რომიტყვი უკვე ის პოზიციები, რა პოზიციებისა დღეს ისინი მიუძღვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოების შექმნას, ხო? ამ შემთხვევაში აქ უკვე უსუსურობა და არაპროფესიონალიზმი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების გამოიხატა იმ სპეცსამსახურების რომელიც სპეცსამსახურებსაც დღეს სოფლიოში უწოდებენ ნომერ პირველს და უძლევენ სპეცსამსახურებს ნომერ პირველი ქვეყანაო და ახე რა ირანმა ისე რა არის ეს ერთი მხრივ კარგი არის ტრამპა დაანახა სოფლიოში თორმე ნომერ პირველი ქვეყანა არ ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატები ხო ეგ ყველაფერში დაანახა ყველაფერში ხო ყველაფერში აი ეს ახლა მეორე საკითხი აქ ჩვენ უკვე შევთავაზეთ და თქვენ ამ სიტუაციაში რომ აქ ირანის და ამისის ახლა სადღაც აქეთ მივდივართ და რა დეტალურად არ ვამბობ. შეიძლება რაღაცა კიდე ხვალდაზე რაღაც გამოიკვეთოს კიდე. ხო. კი, მაგრამ ნუ ეს უკვე მე ვფიქრობ, რომ საიდანაც უნდა მოამოვე ყურს ახლა თუ ირანში მართლა უნდათ რომ ოპერაცია ჩაატარონ, მაშინ იტყვიან რომ აგერ ეს ირანის დაქირავებული იყო. ნუ მაგრამ არებმევა ამ ირანს არანაირად ბიჭო. ბევრი რამე არებმევა არაფერს, მაგრამ დღევანდელ სოფლიოში რაცაც აი შეიძლება ჩვენ რა ქართველებს რაღაცას რო გვეუბნები რა ამას ნუ აკეთებ მე რა თვითონ აკეთებ გარეს აკეთებ ხო არის ეხლა ამ ირანის ომმა დაგვანახა პირდაპირ დაგვანახა რაც ხდება რა ნეთანიაჰუს გამოუტანეს ისა რა ქვია სასამართლო დაპატიმრება
და ამერიკელებმა ეს მოსამართლეები და პროკურორები დაასანქციონა კი არა კაცო ის გამოუტანა ბავშვი დაჭერის მისა რა გაიგე სანქციები ეხლა ნუ რაღაცა სიგიჟემდე მივდივართ რა თავიანთ ჩამოყალიბებულ რაღაცა იმებში ჩარჩოებშიც ვეღარ ჯდებიან იმიტომ რომ ურთიერთდაპირისპირება ხდება რასაც ჩვენ გეუბნება რომ არ გააკეთო იმას აკეთებს მერე თვითონ გაიგე და ნუ თვითონ უკვე ისე არის რომ თვითონ ეს შეიძლება მაგრამ შენთვის არ შეიძლება ნუ უკვე სისულელეები ხდება რა და ამ ბოლო ხანებში ვაფშე საერთოდ უკვე ისე წავიდა ეს დასავლეთის პოლიტიკა რომ სადღაცას შევიდნენ ჩიხში აი სერიოზულ ჩიხში შევიდნენ და მარტო ჩიხში კრიზისში არიან ხვალ და ზეგ მთელი მსოფლიოს ჩამოენგრევათ ეს დოლარიც ჩამოენგრევათ ევროც იმიტომ რომ ნუ აღარ შეიძლება დღეს თუ გუშინის ინგლისის მეფე და ეს დედოფალი გაფრინდნენ იმაში ამერიკაში ხო ესე არ დაფრინავენ ესე არ დაფრინავენ გამორიცხულია ესე რომ ესე იგი სერიოზული კრიზისის მომასწავლებელია რომ ლონდონმა სადაც ფულის თავმოყრა ხდება ლონდონში ხო ვიცით ჩვენ რომ გლობალური ფული იყრის თავს იმაში რა ინგლისში ლონდონში რაღაცა მოლაპარაკებაზე არის ჩასული რაღაც სერიოზული კრიზისია თორე ესენი არ ჩაფრინდებოდნენ იქ რატომ უნდა ჩაფრინდნენ რა მით უმეტეს ცუდი თუ არა კარგი ურთიერთობა აღარც ლონდონს არ აქვს ამ ამერიკასთან და ტრამპთან და ევროპაზე ხო საერთოდ ლაპარაკიც არ არის რა ევროპა საერთოდ უკვე ისე აბუჩათ აიგდეს ასე ვთქვათ რა ყველა მაიგდო თან აბუჩათ ნუ ისე თვითონ ევროპის ლიდერების საქციელებიდან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი ხო ნუ თვითონ ევროპამ შეიქმნა თვითონ შექმნა თავის ცხოვრების წესი ასეთი არასწორი მიმართულებით ევროპის ლიდერებმა რაღაცა ისეთი კავშირი შეიქმნა რომ ეს თან რაღაც ვიღაცა გარყვნილი ტიპები მოიყვანეს არსაიდან მოსული ტიპები და ეხლა ეს რო აირჩიეს კაცო ეს ახალი პრეზიდენტი იმაში უნგრეთში პრემიერი ლიბერალი ხო მაგრამ გამოვიდა და ვინ ეკითხება კაცო ამ იმას ევროკავშირის ფონ დერ ლაიენს რა ეგენი ვაფშე ვინ აირჩია ორი რა ვიღაცა შერჩეული და შეგროვებული ისინი ვინ ეკითხება მაგას რომ ჩემ ქვეყანაში მე რა უნდა გავატარო ანუ უკვე თვითონ ევროპაც დიახ უკვე იფხიზლებს რა და თან ისე იფხიზლებს რომ აგერ გერმანიაში უკვე ულტრამემარჯვენეები მოვლენ აი მეორე არჩევანი იტალიაშიც უეჭველი მოვლენ კი იმიტომ რომ ყელში საფრანგეთში და სხვათა შორის უკვე ამოვიდა ეს ყელში ამოვიდა ევროპას აი ეს მესაჯდომეთა ლიბერალური ისა პოლიტიკური ლიბერალური დღის წესრიგი და მარტო ეგ კი არა ეს მიგრანტების პოლიტიკა აი ყველაფერი უკვე იმდენად ყელში ამოუვიდა თამაც რომ ეჭვი მაქვს რომ რაღაცა ფაშიზმისკენ გადახარეს ყველა ქვეყანა არა ეჭვი არ არის ფაშიზმისკენ არ დასული გზა მე გუშინ ფაშისტური იდეოლოგია მედის პირდაპირ გუშინ ტურინში ჩაატარეს დიდი მიტინგი 91 წელი გავიდა რაც განთავისუფლეს ტურინი ფაშიზმისგან ხო უკრაინელები რო გამოვიდნენ რა დროშებით არა ტურინელები გამოვიდნენ და დაწვეს ევროკავშირის და ნატოს დროშები დაწვეს ტურინში და იზეიმეს ფაშიზმზე გამარჯვება ანუ შიგნითაც ასე ვთქვათ ევროპაში უკვე დუღს ყველაფერი რა ეს ფონ დერ ლაიენი კი არა და ის კი არა რა ქვია მერცი ხვალე რა იქნება ფაქტობრივად არავინ აღარ იცის იმიტომ რომ კრიზისი არის ახლა ევროპაში იმიტომ არის კრიზისი რომ ჯერ ერთი მათმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს რომ უკრაინაში დაიწყეს საუბარი მოქმედებები მაგარი სისულელე დიდი და აი შეწარმოიდგინე ხა ნახე მთელი ევროკავშირი მთელი დასავლეთი ჩართული იყო ერთი სახელმწიფო ერთი რუსეთის წინააღმდეგ მთელი დასავლეთი ნატო ამერიკის შეერთებული შტატები
ჩართული რუსეთის წინააღმდეგ. ეხლა ეს ვინაც არ უნდა თქვას, რომ არაფერს არა, პირდაპირ კაცო რა არა. ყველაფერი პირდაპირ შეიარაღება, ტექნიკა, სოციალური ძალა, დაგეგმარება, სულ ყველაფერი მაგათი იყო, ხო? მაგრამ ეხლა ტრამპა მოტვინა და ჩიხში რო იყო შესული, გამოვიდა ამ თამაშიდან, გაიგე? და შეაჩეჩა ევროპას ხელში. ევროპა ეხლა როგორ არის იცი? კუთხეში მიმწყრევლივით არის, გაიგე? მიმწყრევლივით კი არა, მიმწყრეული. ხო, ეხლა ეკონომიკური კრიზისი არის. და მაგარი კრიზისი არის, ხო? პოლიტიკური კრიზისი არის, ძალიან მაგარი კრიზისი არის, ხო? სამხედრო კრიზისი არის და ძალიან მაგარი კრიზისი არის, მაგრამ განიხილავენ, ახლა რას განიხილავენ, ნახე? ეს ძალიან დიდი საფრთხე უკვე. განიხილავენ როგორ ბირთვული დარტყმა როგორ აწარმოა რუსეთის ტერიტორიაზე, ამას განიხილავენ. ხო, მაგრამ გასკდნენ სიცილით რუსები მე, ნუ მაგის აი დაწყებაშივე, საწყისშივე დაგანგრევთო რა. ნუ კი, აბსოლუტურად. კი ბატონო, ტექსტით. აი საწყისში ესენი კი უკრაინელები მაინც ჩვენი ხალხია და რამე იქიდან ფაშიზმს დევნითო ჩვენო ფაქტობრივადო თორე თქვენ რატომ უნდა დაგინდოთო რა? აი დასაწყისშივე გერმანიასაც უთხრეს, მე უცებ შეცვალა პლასტინკა იმ მერცმაც და ნუ საფრანგეთს ხო პირდაპირ ღია ტექსტით უთხრეს რა. პატარა რაღაც არასწორი მოქმედება და ეს რაღაც რაკეტის მიწოდება თუ რაღაცა განიხილება როგორც მხარეობა ამ ომში და ჩვენ ეგრევე და ისედაც არის მხარე კაცო, მხარე ისედაც არის. ეხლა ნახეთ რუსეთის სპეცსამსახურებმა მასის ნუსხა აჩვენეს პირდაპირ და გაასაჯაროვეს ევროპის ქვეყნებში, სადაც აწარმოებენ შორტწტომად დრონებს. ქალაქების ყველაფერის აბსოლუტურად. ესე იგი, ანუ ეს დრონები უნდა აწარმოონ მასიურად გამოშვება ამ დრონების ევროპის ქვეყნებმა და მიაწოდონ უკრაინას და უკრაინამ უნდა იმოქმედოს და რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმეში განახორციელონ ამ დრონებით დარტყმა. ამ შემთხვევაში რუსეთი რას მოიმოქმედებს? თქვა კიდევაც გასო. თქვა ლავროვმა პირდაპირ უთხრა, რომ თან რო გაასაჯაროვეს რუსებმა. მერცმა პროტესტი გამოთქვა, იქ ელჩი დაიბარა კაცო რუსეთის. ხო. აი როგორ შეიძლება მაგის გასაჯარო და ლავროვმა პირდაპირ უთხრა. როგორ შეიძლება? მარტო იქ კი არაო, ერთი დრონიც რო აფრინდესო აი აქედან გამოშვებულ. ჩვენ პირდაპირ დავარტყავთო მარტო ქარხნებს კი არა. სამხედრო ობიექტებსაც გერმანიაში. განლაგებულსა. მარტო გერმანიაში, საფრანგეთში არის ეს. აბა სხვაგან ევროპის ევროკავშირში შემავალი ქვეყნები, სადღაც 2-3 ქვეყანაა გამოთიშული, დანარჩენი ყველა ქვეყნებში, ესე იგი, არის ის ქარხნები, რომელმა ქარხნებას უნდა მიაწოდოს უკრაინას. ეხლა გამოვიდა, ესე იგი, ისეთი არეულია მთელი სამყარო. ტრისტან ბატონო, რომ აი გაოცებული ხარ რა. ამ ირანის კრიზისმა ხო საერთოდ გამოვიდა ისა ტრამპი გუშინ და ჩვენო სასონხეთის აეროპორტებს ხმარობთო იმაში რა ქვია ირანში დასარტყმელად. ანუ სასონხეთი დააყენა. საფრთხის მე გამოვარდნენ ეგრევე 5 წუთში სომხები რომ არა იტყვილებო ეს აი ეგრევე მიხვდნენ რომ ეხლა შენ რო სომხი იყო და სასონხეში ცხოვრობდე და ვიღაცა ტრამპმა რო თქვას რომ საქართველოში აეროპორტს ხმარობთ. აუ ხო და ჩათვალე რომ დამიზნე ხარ უკვე აბარა აი მათ თქვა ირანმა გასაგებად ყველა იმ ქვეყნებს დავარტყა რომელ ქვეყნებიდანაც დაიწყებს მოიმოქმედებს ჩვენ წინააღმდეგ ხო? ხო და მე უცებ იქ ამერიკაშიც აიღეს ეს ისა და სომხებმაც ეგრევე დაადასტუროს რომ არაფერს შუაში არ ვარ თელი სოფელი დამემოწმება რომ არაფერს შუაში არ ვარ. მაგრამ აქ საქმე იმაშია რომ ამ ომით ფაქტობრივად ერთი ბაზა არ დაუტოვა ირანმა ამერიკული მის ირგვლივ რა. მის ირგვლივ კი არა საერთოდ არც საუდის არაბეთში და არცად აღარ დატოვა ამერიკული ბაზა. ყველგან წვდომაა. ეს ამ ორმუზის სრუტეში კიდე უკვე დაამყარა კონტროლი და იძახის რომ ფული ადრე არ იყო ხო თავისუფალი ვაჭრობა იყო. ეხლა ამერიკელებიც მიაყენეს და ის თუ იღებს ფულს მეც უნდა ავიღო.
ანუ იმ ბენზინში ლარი თუ იმათია, ჩემი რიც იყოსო ლარიო, გაიგე, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ პირდაპირ მიიღო ირანის კანონი მიიღეს ირანში, რომ მაქსურუტის გაკონტროლება უკვე პირდაპირ ევალება ირანის ხელისუფლებას. გაკონტროლება კი არა მარტო, იქ შემოსავალი ყველაფერი ევალება. ადრე არც იყო, ხო, არც არა, ჩვეულებრივად თავისუფალი სავაჭრო ზონა იყო რა. ხო და ეხლა ფაქტობრივად როგორც რუსები გააძლიერა ამ ომმა, ისე ირანი გააძლიერა თავის პოზიციები. იმ გრევას რეპარაციები ხომ მოსთხოვა ამერიკას. დიახ. თუ არ მოგადამიხდეს, აქედან ავიღებ. აქედან ხო გინდათ იქ ნავთობი, ხო, უკვე გაუძვიდათ, მაგრამ ჯერ სადახარ. ჯერ კიდევ წავაფასები ზემო. ხო, ჯერ სადახარ, ხო? და ასე რომ, რა ვიცი მე, ისეთი არეულია და დარეული რომ ყველაფერი რომ მე ვფიქრობ რომ ეს გასროლა რაც მოახდინა იმ კაცს, ეს ჭკვიანი კაცია, ეს ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს, თორე ეს ამერიკაშიც არ არის ისეთ სიტუაცია დაალაგებული რომ რაღაცა არეულობა არ დაიწყოს. არა, იქაც უკვე მიიყვანა კრიზისა, ისეთი კრიზისი შეიქმნა, ყველანაირი კრიზისი. რომ ქვეყანა მივიდა იქამდე, რომ აუცილებლად შეიძლება ესე თუ გაგრძელდა ჩიხში, აი, როგორი გამოსავალი უნდა მოძებნოს ამერიკამ, მე ვერ ხვდები რა. ტრამპი გამოაცხადოს შეიძლება რომ ნუ всё მოვიგე დავამთავრე აქ, მაგრამ ვერაფერს ვერ ეხლა რა უნდა როგორ უნდა მოიგო, როდესაც უკვე თვითონ ირანში აქვს მას ძალიან სერიოზული პრობლემა, ხო? ეხლა მოგებული როდის ახარ, იცი? როდესაც შენ დასახულ ამოცანას, რომელიც შენ დაუსახე შენს შეერაღებული ძალებს, მას მიიყვან ბოლომდე. ანუ შენ გადაწყვეტე ამა თუ იმ ტერიტორიის ხელში აღება და მისი კონტროლი და როცა შენ მას გააკონტროლებ თავიდან ბოლომდე. და არა ისე რაკეტა ჩააგდო და მე საფასუხი არ მოსწევ. თავიდან ბოლომდე გაკონტროლება ნიშნავს იმას, რომ მთლიანად უნდა აიღოს ხელში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ქვედანაყოფებმა ირანის კონტროლი. ანუ მათ შორის ყველა მიმართულება, რა მიმართულებითაც მოსალოდნელი დაუშვათ კიდევ რაღაც ახალი კერები შეიქმნას, ხო? ამას ვერ აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები. ვერც გააკეთებს გამოდის. იმიტომ რომ ფაქტის სახელზე არის აგე. უკრაინაში ვერაფერი ვერ გააკეთა. ვერაფერი ვერ გააკეთა უკრაინაში, იქაც ჩამოიხსეს ნიღაბი და შევხედეთ, ანუ რა მინდა გითხრათ. ეს არის ის სოფლიოში უძლიერესი არმია, რომელთაც ამაყობდა ამერიკის შეერთებული შტატები? უკვე ყველაფერი გამოჩნდა, მე სულ ვიძახი აქ ჩვენი ლიბერალები რო გამოდიან და რაღაცებს ყვირიან, რაღა საყურალი ვერ გავიგე, ჩართე ტელევიზორი და შეხედე რა ხდება რა. თან ეს ხო ის არ არის რომ სიტყვაზე პატრონმა ტრისტანმა თქვა რა. აი ჩართე ტელევიზორი და ეს ანალიტიკოსები თვითონ ამბობენ თავის პირით. ხო, უკვე თვითონ ამერიკელები და თვითონ შიგნით ისეთი ამბავია რომ ნუ რა ვიცი ხა რა, მაგას შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რომ ვერ აიღებენ ამ ირანს და ჩიხშიას ეს რაღაცა ხო უნდა გადაწყვეტილება მიიღო. ესე შეიძლება წელო რამოდენიმე ხანი, მაგრამ თვითონ ირანელები არ გაწელავენ. საქმე იცი რაშია რომ ისეთ თემას შეეხნენ საიდანაც გამოსვლა ესე მარტივად ვეღარ მოხდება. მithumetes ეხლა არჩევნები აქ ამერიკას ისა აქ ესე აი ძალიან სერიოზულ კრიზისია. ფინანსური კრიზისი აქვს უსერიოზულესი. პოლიტიკური კრიზისი აქვს ამერიკელებს, ევროპელებს, დასავლეთს აქვს კრიზისი. აქეთ მხარეს ეს ეკონომიკური კრიზისი მთელ სოფლიოში რაც არის, აღმოჩნდა რომ ამათ ხელში კი არ არის ბერკეტი მოგვარების. პირიქით ირანის, ჩინეთის და რუსეთის ხელში არის ამის ბერკეტი, ფინანსური ბერკეტი, რომ მოგვარდეს ფინანსური კრიზისი, რომელსაც ვერც ევროპელები ვერ მოაგვარებენ და ვერც ამერიკელები. ეხლა ეს ტყილა ეს ინგლისის ჩართვა ამ პროცესებში რომ აი რაღაც იქნება
ამოუწურავი არაფერი არ არის. ანუ ჩვენ ესე იგი ხედავთ უკვე და ამას მეც ძალიან კარგად ხედავ, თქვენც კარგად ხედავთ, მაგრამ ჩვენ მაინც ტელემაყურებელს უნდა შევახსენოთ და უნდა უთხრათ ყველას მთლიანად იმ მოსახლეობას, რომლებიც ყოველთვის ოცნებობდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოფილა თუ ერთ-ერთი უძლიერესი და ამერიკის შეერთებული შტატების არმია და სპეცსამსახურები ყოფილა თუ სოფლიოში პირველები, მაგრამ ჩვენ დავინახეთ მათი პირველობა, როგორც სპეცსამსახურების, ისე სამხედროების, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის პენტაგონის სიძლიერე დავინახეთ. ვერც პრეზიდენტს იცავენ და ვინცაც უნდა ეს შევარდება იარაღით გაიშვეს და ესვრის პრეზიდენტს და ვერც ვერ აგვარებენ კიდევ ვერც უკრაინის საკითხს და ვერც ირანის საკითხს. ვერცერთ საკითხს. ანუ ეს არის აბსოლუტურად მითები, რასაც ამბობდნენ, რომ თითქოს ეს ყოფილა რაღაცა დიდი რაღაც ესეთი უძლიერესი და წაუქცეველი არმია და სპეცსამსახურები, ეს უკვე დამთავრდა, არ არის უკვე ეს განულდა და შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკის სიძლიერე თავად დაანახა მსოფლიოს და მსოფლიოს საზოგადოებას თუ თურმე რა საშუალებები და რა სიძლიერე ქონია ამერიკის შეერთებული შტატების, ხო? ეხლა მე რა მინდა და რა შეკითხვით მინდა თქვენთან გადმოვიდეთ. ნუ ეს გასაგებია ყველაფერი, ჩვენ ძალიან კარგად ეს ყველაფერი შევაჯამეთ და უთხარით საზოგადოებას ის მომხდარი ფაქტიც რომ არ არის არც ირანს უკავშირდება და არც ლიბერასტურს, ეს უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ტკივილს, ატკივა და იმ კაცს, ხო? ეხლა ჩვენთან გამოვინათოთ საქართველოში. ევროკავშირის ელჩი. ეს მართლაც ლიბერასტი, ფაშისტი, კრიმინალი, რომელიც ამდენხან უნდა გაეშვათ საქართველოდან. პირდაპირ უნდა გაეშვათ საქართველოდან ამდენხან, იმიტომ რომ მარტო ევროკავშირის ელჩი კი არა. გერმანიის ელჩი, საფრანგეთის ელჩი, ინგლისის ელჩი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ხო, რომლებიც ჩართული იყვნენ და არიან ღიად ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობის ჩამოგდების გზით. ესენი პირდაპირ ჩამოგდების გზით. ეხლა დაიწყო ისევ ხელახალი პროცესები და ხელახალი მზადება, თუ როგორ დაამხონეს ხელისუფლება, ხო? ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ პირდაპირ უტყამს ჩვენი ქვეყნის ამ პოლიტიკურ ამინდს, ხო? ახლა არც კი გვჭირდება ჩვენ მაგათი კავშირი და თვითონ ევროკავშირი არის უკვე დაქცეული და განულებული და რომ იტყვი გამარგინალებული ეს კავშირი, ხო? მაგრამ ეს ადამიანი, ეს არამზადა ელჩი, გაიგე, ასე ნაგლად, გაიგე, ასე არამზადულად გამოდის და პირდაპირ უტყამს ქვეყნის პოლიტიკურ უსაფრთხოებას, ხო? და დაიბარა ბოჭორიშვილის უწყებამ დაიბარა, რაღაცა ორი სიტყვა უთხრა და წამოვიდა აქეთ. ნუ რაღაც უფრო მეტი მკაცრი ზომები არის თუ არა მისაღები ამ ელჩებთან მიმართებაში. მე ესე ფიქრობ, რომ ფაქტობრივად კრიმინალს ჩადიან, ხო? სახელმწიფოს წინააღმდეგ კრიმინალს ჩადიან მთელი ეს ელჩები წლების განმავლობაში, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ისე დაიჭირა თავი, რომ ელჩები კი არა, ვიღაცა კრიმინალი ელჩი, ვიღაც გერმანიის ელჩი, თითის იცი როგორ აგდებით გველაპარაკება მთელ ქვეყანას და ჩვენ რა ქართველებს არსაიდან მოთრეული ვიღაცა მახინჯი სულის პატრონები რა, რომ ჩვენზე მოქმედებს კაცო მოსახლეობას თუ არ შეუძლია რომ პასუხი გაცეს თან იმაში ჩაგვიკიდე იმას გაიძახიან ყოველი ტრიბუნი და რომ აი 2030 წლისთვის ჩვენ მზად ვიქნებით ევროკავშირში რომ აი ეს პატრონს რა ჯანდაბა გინდა მანამდე მელაპარაკება რომ იცი რა ის არის რა ქვია ეს რა ცუდები არიან აგე რა ის ფაქტებით მელაპარაკება და მე კიდე იმას მიმატებს რომ 2030 წლისთვის 2030 წლისთვის ვაფშე ევროკავშირი იქნება თვითონ საერთოდ იარსებებს იარსებებს და რა უბედურება იქნება იქ ღმერთმოუწყის კიდე ხო და ეს რა არის ეს ვერ გავიგე და დაგვრცინიან ჩვენ თუ რა კონსტიტუციაში ჩამწერეს კონსტიტუციაში ამოიღონ აუცილებლად ესე იგი ესეთი დაბიო ჩანაწერი მე მგონი არავის არასოდეს არ გაუკეთა არ უკადრებია თავის კონსტიტუციისთვის და ხალხისთვის რა ეს რა უბედურება წერია რომ ესე იგი ჩვენ ჩვენი მთელი ყველა უნდა მივისწრაფოდეთ ევროკავშირში და ნატოს შესასვლელად ეს გამოვიდა ეს ტრამპი და ეძახის всё ნატოსთან უნდა გამოვიდე რა ჯანდაბათ მინდა ესენი ყველა ვინახავ
თვითონ ევროკავშირიც არ არის ის კავშირი რომელი კავშირიც მაგრამ ესენიც შეიკრიბნენ ეს ევროკავშირმა და თქვა რომ მოდი ჩვენ რაღაც ალტერნატიული რაღაცის გავაკეთოთ რა რაღაც კი ბატონო მაგრამ ეს ვერც ნატოს დაშლიან ესე იმიტომ რომ ნატო ამერიკელების ბაზებია ფაქტობრივად რა 80% ამერიკელებია ხო და ამერიკელების ჩათვალე რომ დაიპყრეს ევროკავშირი ამერიკელებმა და თავის ბაზები ყავთ თორე ნატო არა კიდე რა ხო კი მართალია მაგას არავინ არ დაუჭერს ხალხს ამერიკაში რომ ის ბაზები გამოიყვანონ იქიდან იმიტომ რომ მაგით აკონტროლებენ ფაქტობრივად რა ძალიან ბევრ რაღაც სიტუაციებს საკაჩაღოთ არიან შესული ქვეყნების და სიმდიდრეები გამოაქვთ იქიდან რა ჩვეულებრივი ეგ არის რა კაჩაღო ოფიციალური კაჩაღო აი როგორი თემაა იცი რომ აი რო დაიპყრობ და ქვეყანას და იქ რო ბაზებს განალაგებ რა ჩვეულებრივი ეხლა რაც ამ ევროკავშირის ელჩი ბატონო რამაზ გასაგებია დაიბარა ბოჭორიშვილის უწყება ხო მე ხა დავინახე ვადენები თვალს ხო ისე უტეხათის ეს ურსინდისი ადამიანი გაიგე არ სახეზე ეთყობოდა რომ ბოჭორიშვილს არაფრად არ აგდებდა რა ხო ბოჭორიშვილს კი არა ჩვენ არ გვაგდებს თორე ბოჭორიშვილს შეიძლება მეც არ ვაგდებ არაფრად მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მე გამოდიან ბიჭო ეს ისინი ოპოზიცია თუ ვიცხა ეს რაღაცა სექტანტები და ეს ლიბერალისტები და ეს ლიბერალისტი გეგელია რო არის ლელოელი რო არის ხო ასა სოდავი და ნაციონალი პავლენიშვილი არის და რას ქვია თურმე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საგარეო უწყებამ დაიბარა ევროკავშირის ელჩი არა რას ქვია ეს ვერ გავიგებ რატო არ უნდა დაებარებინა მე გეტყვი რა სანამ ქვეყანაში წესრიგი არ დამყარდება გეგელიები და მეგელიები იფუგინებენ სულ ეს თვითონ აწყობს ქართულ ოცნებას და ყავს აგერი რა ეს გეგელია მეგელიები თორე ესენ დასაჭერებენ პირდაპირ არიან შპიონები ეს რო გამოდის და ეხლა ეგეთ რაღაცას ლაპარაკობს მარტო მაგ კანონი ჩემთვის მიიღე ამათვის არ ეკუთვნის კი ბატონო გეძახმებით დაიჭი შეაგდე და თუ ილაპარაკებს მეორე დაგენახავ რა ბატონო რამაზ ჩვენ დრო ამოიწურა და ეს სწრაფად გავიდა დრო ამ იმაში ჩვენ საინტერესო დისკუსიაში და ამ მოვლენების შეფასებაში რომ ну ვასიზა მასი არის ახლა მაგრამ ჩვენ ფორმატსაც ვერ დავარღვევთ უნდა დავიცვათ წესი კანონი ჩვენ ახლა კანონმორჩილი ადამიანები ვართ და კანონმორჩილი ოთახარ ადამიანი ყოველთვის გექნება დადებითად ყველაფერი გაკეთებული ხო და ახლა მე ამ გეგელიებს და იმგეს უნდა პავლენიშვილებს ამ სექტანტებს უნდა მიმართო და ამ ხელის ბიჭებს უნდა მიმართო გაიგე მართლა მონებს გაიგე და აგენტებს ბიჭო ელჩი კი არა დაგამტვრევთ კისრებს სულ ყველას ელჩიან მელჩიან იმიანას სულ ყველას გაიგე რას ქვია არ უნდა დაიბარო კი არა ხვიმპირი უნდა ამტრევინო სულ გაიგე და წიხლით უნდა გააგდო აქეთან რომ შენ ვინახარ რომ ჩემ ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებ და ვინახარ რომ შენ ზემოდან ვინ რას საყურებელი მაქვს მე ვიღაცა გუშინდელი მოთრეულის რომელსაც ისტორია არ გააჩნია ამ ქვეყნის რომელ ქვეყანასაც არსებობიდან ყოველთვის თავისი იდეოლოგიით და თავისი ტრადიციების ცხოვრება და სხვისი არაფერი აწამოგვიგია ჩვენ ვინახარ თქვენ ვისი ჭკუის სასწავლებელი რა ვჭირთ ჩვენ ქართულ ისტორიულ ერს წმინდა მარიამის წილხვად ქვეყანას ხო და არ უნდა დაებარო თურმე ელჩი დაგებარებე კი არა ისეთ ადგილას დაგებარებთ გაიგე და ისეთ ადგილას წაგიყვანთ რომ იქიდან ვეღარ გამოყავთ გაიგე ამის ღირსები ხარ თქვენ და გააჩერდეთ თქვენ გაჩერდეთ თქვენ მოგეთხოვებათ პირველი პასუხი იცოდეთ აი გეგელიებო და ქვეყნის დამანგრებლებო და იმ ელჩებს კიდევ რომელი ელჩებიც დღეს ასე აქტიურად არიან ჩაბმული ამ პროცესებში როგორ დაანგრიონ ეს ქვეყანა და როგორ გახსნან მეორე ფრონტი ამ ქვეყანაზე ვერ გახსნით მეორე ფრონტს ამ ქვეყანაზე და არაღერევინებთ ამ ქვეყანას გაიგე და გაჩერდით ჭკვით იყავთ და ვერ გაგვასწრებ აქედან დიდი მადლობა მობრძანებისათვის ბატონო რამაზ დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო ძვირფასო მეგობრებო რომ გვიყურებთ და მინდათ რომ ყველას გისურვოთ სტაბილური და კარგი ცხოვრება ну ახლა ხედავთ ჩვენ სიკვდილ ატრიალებს და რამდგომარეობა ამ სოფლიოში მაგრამ ღმერთის წყალობით უნდა იყოს ყველაფერი კარგად და უნდა იყოს ყველაფერი მშვიდად ეს არის ჩვენზე დამოკიდებული თუ როგორ აღვიქვამთ ამას ყველაფერს და რა მიმართულებით ვიმოქმედებთ სწორი ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე კარგად ნადებობთ მომავალ შეხვედრამდე კარგად გზნდებოდეთ